მე 8 წელიწადი მოწამეთაში ვიყავი. მამა გაგი თორნიკე მოსეშვილთან და მამა გიორგი ბასილაძესთან. მამა გიორგი ბასილაძე მოძღვარია ჩემი მოწამეთაში. მაგრამ მე წამოვედი იქიდან 4-5 წელი. 8 წელი იქ ვიყავი მოწამეთაში. უშუალოდ ჩვენი ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებით. ახლა გეტყვით ყველაფერს. მე ბერი ვარ, დავითი. აქ მსახურობდა 3 დელი. ერთი იყო გაბრიელ ქიქოძის გახსნილია ეს მონასტერი. წმინდა გაბრიელ ქიქოძის გახსნილია ეს მონასტერი, ეკლესია. წმინდა გიორგის ეკლესია არის. და პირველი დელმსახური ასეა განმოცემა ისტორიულად იყო მახარაძე. მერე იყო რიჟამაძეები. რიჟამაძეები იყვნენ ნიკოლოზი და ზაქარია. აღფლები იყო. ეს ახლა ერთ დროს არ იყო, სხვადასხვა წლებში იყო ნიკოლოზი, ზაქარია და მარკოსი. ესენი სხვადასხვა სოფლებში და მსახურობდნენ, იყო იმაში რაღაცა საწირე, დაბაძველი, გოგნი და ამგეში მსახურობდნენ ეს რიჟამაძეები კიდე. ეს სადღაც მე-18 საუკუნის დასაწყისშია ეს და დაანგრეული იყო. ახლა მე კომუნისტების დროს კეიცი რა მოხდა და რა იყო წითელ კომუნისტების დროს მეიშალა ყველაფერი და მერე დიდება უფალის ჩვენი აქ საკრებულოს უმფროსი, ტყიბულის საკრებულოს უმფროსია დავითი ქათამაძე და გოჩაც სირეკიძე აქ ქოურიკიდე და დახურეს ეს გააკეთეს ყველაფერი. დახურეს, დაასხეს. მე ავდექი და მე ავდექი მე და ეს როგორც ბერი ხალხმა შემოწე მრევლი მყავს, ბევრი მრევლი მყავს ეს საბერძნეთია, იტალია და მათი დახმარებით აღვადგინე ეკენი ყველაფერი რაც არის აქ, ყველაფერი აღვადგინე ეკენის ყველაფერი. ხო და ახლა მეტი წარმოგვიდექით. ბატონო? წარმოგვიდექით თქვენ. ვერ გავიგე. როგორ ტიტული თქვენ და როგორ მოვიცნობ? მამა დავითი ხო? მამა დავითი ვარ, მე ბერი. ამხკვეცა მე თადაოსმა. ფშავ-ხევსურეთის თიანეთის ეპარქიაში. თადაოს იორომაშვილი, მიტროპოლიტი. ძალიან მადლობელი ვარ მეუფე გიორგისი. მეუფე გიორგი დამაჩქარებია, მეუფე გიორგის კურთხევით მოხდა ყველაფერი. და მეუფე გიორგი როგორ ჩამოვიდა ჩვენ ეპარქიაში, მაშინვე მოხდა ეკლესიების განახლება. ძველი ეკლესიების მეუფეს ქადაგება და ის იყო რომ მე ვთქვი მეუფე ახალ ეკლესიას გავაკეთებ. არა შვილო, ძველი მონასტრები, ძველი ეკლესიები რაც შეიძლება აღვადგინოთ და გავაკეთოთ მათ. ეს ბრძანა მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი შალამბერიძე. რა თქმა უნდა უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით მოხდა ყველაფერი და ხდება ყველაფერი. ჩვენ მადლობელი ვართ ტყიბულის სახელით, ახალსოფლის სახელით, მთელი ოკრიბის სახელით ჩვენი მეუფესი, მეუფე გიორგის მადლობელი ვართ. შენდება უძლიერესი მონასტრები. ჩვენ გვაქვს კიდევ უძლიერესი ისტორიული მე-4 საუკუნის წმინდა გიორგის კარუგდებელი, რომელიც მეუფემ მან ძალიან დიდი გრანდიოზული მონასტერს აკეთებს მამათა მონასტერს. გააძლიეროს ჩვენი მეუფე ღმერთმა, დიდხანს სიცოცხლე მიცეს. ჩვენი მეუფე რამოდენიმე წლები ლექტორი იყო. დოქტორის მაგისტრი აქვს დამთავრებული, ხარისხი. ლენინგრადში აქვს დამთავრებული სემინარი, აკადემია, ასპირანტურა და დოქტორის ხარისხს ფლობს და ძალიან განათლებული, ძალიან ერის მოსიყვარული ადამიანი. ქართველი ხალხი რო უყვარს იმნაირი. როგორია მეუფე სიონში იმაში იყო ამხელა დიდი მიტროპოლიტი და წამოვიდა ჩვენ ოკრიბაში. დაქცეული იყო ფაქტიურად ჩვენი ოკრიბა, საღა იყო ჩვენთა მონასტრები ეგენი. არ ფუნქციონირდა ერთი ეკლესია იყო ტყიბულში. და ამ ადამიანმა მოვიდა და დიდი რამე გავიკეთა რაღაცა 3 წელიწადში. თერჯოლაში საკათედრო ტაძარი აშენდა უძლიერესი ყველგან და მეუფე ძალიან გვერდში გვიდგია. ძალიან დიდი მონასტერი შენდება კარუგდებელზე წმინდა გიორგის სახელობის არის მე-4 საუკუნის ტაძარია. სხვათა შორის მან
ჭყონდიდი ადიოდა გიორგი ჭყონდიდელი და ახლა ერთ ვიტყვის მეუფე თქვენივით მეუფესაც ჭყონდიდელს უძახოდნენ რამოდენიმე წლები მეუფე იმაში იყო ჭყონდიდელი ვიყავი. ჭყონდიდში რამოდენიმე წლები და გიორგი ჭყონდიდელს უძახოდნენ მეუფეს და ახლაც გიორგი ჭყონდიდელს უძახის ყველა ვინც ხდება ახლა სასულიერო პირები ვინც იცის და მისი გამოზრდილია უამრავი ეპისკოპოსები მეუფესი არქიმანდრიტები ბერები და ეპისკოპოსები და ლექტორი იყო მათი და სემინარია აკადემიაში ჩვენ მადლობელი ვართ მეუფესი ახალსოფლის სახელით მეუფე ძალიან დიდი მადლობელი ვართ მე როგორც ბერი დავითი მისი ლოცვა კუთხევა იყო მეუფესიც იყო თადაოზმა ამხკვეცა თიანეთის ეპარქიაში და მეუფე მითხრა აპა შვილო შენიცი ცოტა ცელქი ვიყავი რამე ვიყავი და გაგისთან ვიყავი მოწამეთაში 8 წელიწადი ვიყავი და მითხრა შვილო მე არ მეშლება ადამიანის ცნობა და აპა შენიცი რაფერ გაკეთებ და აღარ რაც შემიძლია მეუფეს კუთხევას ქვეშა ვარ და მეუფეს თავმდაბლობის ქვეშა ვარ და ვინც იქნება თავმდაბლობის ქვეშ მეუფესა და მიტროპოლიტენ ყველა მე მგონი ჩვენ ოგრებაში გადარჩება და ყველა სულიერებას მიიღებს და სიძლიერეს მიიღებს სულიერების საკითხით ჩვენ ვყავს უწყინვალეს უძლიერესი მეუფე მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე გამგვიძლიერო არაფერი არ ვარ მამა. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს პატრიარქი ცხეთა ბიჭვის მთავარი ეპისკოპოსი გამგვიძლიეროს ღმერთმა უწმინდესი ილია მეორე და მისი ლოცვა კუთხევა მოკლოდეს თელს საქართველოს თელ მსოფლიოს დიდი მამა არის ილია მეორე და ასევე თელს სინოდის წევრს გააძლიეროს ღმერთმა ყველა ვაკურთხე მე და ბანდოვდა და სულიერ და ლოცვად კიდევ ამდიდროს.